მოგესალმებით, მეგობრებო. ახალი წელი დადგა 2025 გილოცავთ ამ ახალი წლის დადგომას და ახალ წელს ისევე როგორც წინა წელს აქტუალური იქნება წარმატების სურვილი. ნებისმიერ ადამიანს სამსახურში უნდა წარმატება მიუხედავად იმისა, პატარა კომპანიაში ხარ თუ დიდში, ესე იგი წარმატება რაღაცნაირი საყოველთაო სიკეთეა. რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად ზომავს ამ წარმატებას, თუმცა ორგანიზაციულ კონტექსტში ეს უფრო დაკავშირებულია მეტ ავტონომიასთან, დაფასებასთან, თანამდებობასთან, დაწინაურებასთან, ანაზღაურებასთან, ესეც სტანდარტულ შეხედულებებთან, ასე ვთქვათ, პროფესიული წარმატების. საკითხი არის, რომ როგორ კონკრეტულად როგორ უნდა მივახციოთ ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია განსხვავდება, ყველა ორგანიზაციაში თავისი წესებია, მაგრამ არსებობს რაღაცა საერთო წესები და გადავწყვიტე ეს ვიდეო გამეკეთებინა ჩემ გამოცდილებაზე დაყრდნობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც დავარქვი 4 წესი, რომელიც სამსახურში ბატონობს. უტრირებაა, რა თქმა უნდა, ეს ბატონობს და 4 წესი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით და იმ ლიტერატურიდან გამომდინარე, რასაც მე ვეყრდნობი, ძალიან მნიშვნელოვანი 4 წესია და შეიძლება ძალიან გამოგადგეთ პროფესიული წარმატების მიღწევაში. ეხლა რატო არის ეს საკითხი ესეთი გასარკვევი და კითხვის ნიშნის ქვეშ? თითქოს მარტივად არის საქმე, რომ მიხვალ ორგანიზაციაში და რა თქმა უნდა, ესე იგი საქმეს კარგად თუ გააკეთებ, კარგი ურთიერთობები თუ გექნება, დაწინაურდები და წარმატებასაც მიაღწევ. მაგრამ ბევრ ჩვენგანს გქონია გამოცდილება, როცა თითქოს რაღაცეები გიშლის ხელს და თითქოს ისე არ ფასდება შრომა, როგორც უნდა ფასდებოდეს, ხო? უფროსობა სხვა რამეს გვეუბნება, რა შემთხვევაში და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, ასე ვთქვათ, კურილკა ეს რუსიზმი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ თავისი ნეგატიურობიდან გამომდინარე, იქ სხვა რამეს გვეუბნებიან კოლეგები, სხვადასხვა თანამშრომლისგან იმის მიხედვით, როგორ თანამდებობაზეა, რამდენი ხანია მუშაობს, როგორი განწყობა აქვს, თითქოს სხვადასხვა ინსტრუქციებს ვიღებთ აი ამ წარმატებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ჩვენგანი ეყრდნობა დაწერილ წესებს და ამბობს, რომ მაქვს შრომითი ხელშეკრულება, მაქვს სამუშაო ინსტრუქცია, ვთქვათ, კომპანიის შინაგანა წესი და რაღაც წესები მჭირდება, ყველაფერი აქ წერია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს დაწერილი წესები და არსებობს დაუწერელი წესები და შეიძლება რაღაცა გამოგეპაროთ აი ამ მხოლოდ დაწერილი წესებით მუშაობისას, შეიძლება რაღაცა გამოგეპაროთ და წინ დაუდგეს თქვენ განვითარებას. ამ ვიდეოში მე მინდა 4 დაუწერელ წესზე ვისაუბრო. და ეს 4 წესი არის შემდეგი. პირველი, ავტონომიურობა იზრდება პროდუქტიულობასთან ერთად. მეორე, დაწინაურებას წინ უძღვის გამოცდა. მესამე, წესების რაოდენობა მცირდება, როდესაც თქვენი შედეგები იზრდება. და მეოთხე, გავლენა იზრდება, თქვენი გავლენა, თუ იშვიათ რესურსს ფლობთ. ეს არის 4 წესი და ამ 4 წესს დეტალურად გავივლით და ვიდეოს ბოლოში ვილაპარაკებთ კონკრეტულად რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ეს 4 წესი წარმატების მისაღწევად. მანამდე მინდა რომ მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ ჩვენი ვიდეოები YouTube-ში რეკლამით არ არის დატვირთული და კლასიკური გაგებით სპონსორებიც არ გვყავს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ყველა ვიდეოს სპონსორი არიან ის ორგანიზაციები და ის ადამიანები, ვინც გვიკვეთავენ და მონაწილეობენ ჩვენ ტრეინინგებში, ფლომასტერის ტრეინინგებში. და სწორედ თქვენგან მიღებული რესურსით ვახერხებთ ჩვენ, რომ უფასო და ხარისხიანი YouTube ვიდეოები შევქმნათ. ანუ ამ ვიდეოს და ყველა ვიდეოს სპონსორები ხართ თქვენ, ჩვენი დამკვეთები და ჩვენი ტრეინინგების მონაწილეები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გეკუთვნით. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საიტზე flowmaster.g. ეხლა დაუბრუნდეთ ვიდეოს შინაარს. 4 წესი გამოვყავით და ეს 4 წესი მინდა რომ დეტალურად გავარჩიოთ. პირველი წესი იყო ავტონომიურობა იზრდება პროდუქტიულობასთან ერთად. ძალიან ბევრ კომპანიაში, ძალიან ბევრ თანამშრომელს, მით უმეტეს, რომელიც ახალია, დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს
ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ჯენზი თანამშრომლების შემთხვევაში, უნდათ მეტი ავტონომია, მეტი დამოუკიდებლობა უნდათ, გადაწყვეტილებების მიღება უნდათ და უნდათ რომ მეტი თავისუფლება გქონდეთ სამსახურში. ფაქტიურად ყველა ორგანიზაციაში, ყველა გუნდში თქვენ შეხვდებით ამ სურვილს ინიციატივიანი თანამშრომლისგან, ხო? ხა ვისაც საქმის გაკეთება არ უნდა და ჩირკში უნდა ჯდომა, ცალკე საკითხია, მაგრამ ამ წუთას ლაპარაკია იმ ხალხზე, ვისაც უნდა მეტი ავტონომიურობა და ეს ავტონომიურობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ თანამედროვე მოტივატორებში იმ სამი მოტივატორიდან ამაზე ჩვენ გვაქვს ვიდეოები მოტივატორებზე ერთ-ერთი სწორედ არის ავტონომიურობა. ანუ ესე იგი თანამშრომელსაც უნდა ავტონომიურობა და ითხოვს, ასე ვთქვათ, და ეს მნიშვნელოვანია მისი მოტივაციისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა მენეჯერებს გვინდა რომ მივცეთ მეტი ავტონომია. ჩვენც განვიტვირთებით, დავადელეგირებთ საკითხებს და თანამშრომელიც კმაყოფილი გვეყოლება და ასე შემდეგ. ოღონდ აქ არის ერთი პრობლემა, ერთი საკითხი. ეს არის რომ თუ თქვენს კოლეგებს, თუ თქვენს უფროსებს არ აქვთ შინაგანი რწმენა თქვენ პროდუქტიულობასთან დაკავშირებით, მათ ძალიან გაუჭირდებათ თქვენთვის ავტონომიურობის მოცემა. ანუ მე თუ ვარ თანამშრომელი და თუ ჩემ უფროსებს კითხვის ნიშნები აქვთ ჩემ სამუშაო დროსთან, მოსვლა-წასვლასთან დაკავშირებით, რამდენად პროდუქტიულად ვიყენებ ამ სამუშაო დროს, ანუ სამსახურში საქმით ვარ დაკავებული თუ სხვა რაღაცებით ვარ დაკავებული. რამდენად ხედავენ, რომ ჩემი დრო ყოველდღიურად პროდუქტად იქცევა. პროდუქტიულობა ხო ამას ნიშნავს, რომ რამდენად ხილული პროდუქტებს ხედავენ ჩემგან, ხო? საქმე ის არის, თუ ჩემ პროდუქტიულობაში ვინმეს ეჭვიეპარება და ჩემ უფროს ეჭვიეპარება, რა თქმა უნდა, მას ექნება სურვილი და საჭიროებას იგრძნობს, რომ მეტად გამაკონტროლოს, მეტად დააკვირდეს ჩემ შედეგიანობას, ხო? ესე იგი, რა გამოდის, რაღაცა ჩაკეტილი წრესავით გამოვიდა, რომ მოვედი ინიციატივიანი ადამიანი ვარ, მაგრამ პროდუქტიულობა დაბალი მაქვს, ჯერჯერობით, იმიტომ რომ ახალი ვარ. რახან პროდუქტიულობა დაბალი მაქვს, ჩემ მენეჯერებს ეჭვიეპარებათ, ასე ვთქვათ, ჩემ პროდუქტიულობაში სამართლიანად და ამიტომ უნდათ რომ მეტად გამაკონტროლონ და ეს მეტი კონტროლი კიდე ავტონომიურობას უშლის ხელს და მე მოტივაციას ვკარგავ, რაღაცნაირი ჩაკეტილი წრე გამოდის ნეგატიური, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა მენეჯერმა ეს წესი აუხსნას თანამშრომელს და უთხრას, რომ მოდი ნაბიჯ წავიდეთ ავტონომიურობაზე და პროდუქტიულობაზე. მე რო დავინახავ, რომ საოფისე პროგრამები, ჩვენი კომპანიის პროგრამები აითვისე და კარგად აკეთებ, ამას რო დამანახებ, მე ცოტა მოუმატებ ავტონომიურობას. მე რო დავინახავ, რომ იცი უკვე ვის რა შეკითხვა დაუსვა და დავინახავ ამ ზრდას პროდუქტიულობის მოუმატებ ავტონომიურობას. დავინახავ, რომ მოსვლა-წასვლაზე პრობლემა არ აქვს და სამუშაო საათებზე მოუმატებ ავტონომიურობას. ანუ ფაქტიურად თქვენი პროდუქტიულობა, ოღონდ დანახული პროდუქტიულობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ თავზე რას ფიქრობ კი არა, შენი უფროსი მენეჯერები რამდენად ხედავენ შენ პროდუქტიულობას და ბოლოს რჩევებში ვიტყვით, ასე ვთქვათ, კონკრეტულად როგორ მივიღოთ ეს ინფორმაცია, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საინტერესო პროექტები თავის გამოჩენის შესაძლებლობა და მეტი ავტონომიურობა უნდა ყველას თუ არა, ყოველ შემთხვევაში ბევრს და შეიძლება არ ფიქრობდეთ, რამდენად მზად გთვლიან თქვენი უფროსები აი ამ პროექტების და ამ მეტი ავტონომიურობის მისაღებად. ამიტომ თქვენ ინტერესშია, როგორც თანამშრომლის, როგორც ახალი თანამშრომლის, რომ უჩვენოთ თქვენი პროდუქტიულობა და ეს პროდუქტიულობა, ასე ვთქვათ, გადაახურდაოთ მეტ ავტონომიაში თქვენ მენეჯერთან შეთანხმებით. ეს არის პირველი წესი. მეორე წესი არის, რომ ჯერ უნდა გამოგცადონ და მერე დაგაწინაურონ. გამოცდა წინ უძღვის დაწინაურებას. საიდან მოვიდა საერთოდ ეს წესი? დაწინაურებაც ყველა კარგ თანამშრომელს, მოტივირებულ თანამშრომელს უნდა დაწინაურება. ხანდახან ცუდ თანამშრომლებსაც უნდა დაწინაურება, იმიტომ რომ დაწინაურება ითვლება სოციალური სტატუსის მომტანად, ანაზღაურების ზრდის მეთოდად და ასე შემდეგ, კარგი რაღაცა არის დაწინაურება. და ხშირად შეხვდებით თანამშრომელს, რომელიც ან პირდაპირ ამბობს ამას და ან გადატანით მიანიშნებს, რომ დამაწინაურეთ
და უკეთესად ვიმუშავებთ. დავამაწინაურებთ და უფრო დიდ საქმეებს გავაკეთებთ. დამაწინაურებთ და უფრო მეტ შედეგს მოვიდა, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ უნდა დაამტკიცო, ასე ვთქვათ, რისი გამკეთებელი ხარ, ანუ გამოცდა გაიარო, გამოგცადონ და ამის შემდეგ მიიღებ დაწინაურებას. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ უნდა გამოავლინო შენი თავი და ამის შემდეგ გაფორმდება, ასე ვთქვათ, ეს შენი დაწინაურება იურიდიულად. ეხლა დავფიქრდეთ, მოდი შევხედოთ ორგანიზაციის თვალით. მოდი პირიქით რო იყოს, ჯერ რო გაწინაურებდნენ და მერე გწდიდნენ, რა გამოვიდოდა, იცით, რომ დამაწინაურეს, აღმოჩნდა, რომ ვერ ვაკეთებ იმ საქმეს და მერე უნდა დამაქვეითონ და დაწინაურებული და დაქვეითებული ადამიანი არის სერიოზული პრობლემა ორგანიზაციისთვის. ამიტომ არც ერთ ორგანიზაციაში ნორმალურში ესე ნისიად დაწინაურება არ მოსულა. ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ გამკეთებელი ხარ საქმის და მერე დაგაწინაურებენ, ხო? ამიტომ ახალგაზრდა და მოტივირებულ თანამშრომლებს ჩვენ ვეუბნებით, რომ ჯერ შენ უნდა დაამტკიცო, გაიარო გამოცდა, ხო? ესეც შენ უფროსთან შეთანხმებით და კომუნიკაციაში უნდა მოხდეს და ბოლოში, ვიდეოს ბოლოში, რჩევებში გეტყვით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ამბავი, მაგრამ წესი არის ასეთი. ჯერ მე როგორც თანამშრომელმა უნდა დავამტკიცო, რომ გამკეთებელი ვარ და მერე ამას მოყვება დაწინაურება. ეს არის მეორე წესი და მისი შინაარსი, ხო? ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ფაქტიურად ყველა სამსახურში მე ვავლენდი ინიციატივას და ვაკეთებდი იმ საქმეს ხშირად უხელფასოდ და თანამდებობის და სტატუსის გარეშე, რაც მაინტერესებდა და რაც ჩემთვის მიმზიდველი იყო და მერე მოყვებოდა ხოლმე ამას აღიარება და დაწინაურება ხშირ შემთხვევაში. ასე რომ ჩემი პირადი გამოცდილება ზუსტად ემთხვევა ამ წესებს, რომელსაც ამ ვიდეოში გიზიარებთ. მესამე წესი, დაუწერელი წესი არის, რომ წესების რაოდენობა მცირდება, როცა შედეგიანობა იზრდება. ანუ თქვენ რაც უფრო შედეგიანი ხართ, ოღონდ აქაც ხაზი გაუსვათ, რომ შედეგიანი დანახულ შედეგებზეა ლაპარაკი, მარტო შენ რო ხედავ ამ შედეგიანობაზე არ არის ლაპარაკი არის შედეგიანობაზე, რომელსაც სხვები მენეჯერები ხედავენ. ანუ რაც უფრო შედეგიანი ხარ, მით უფრო ნაკლები წესები არსებობს შენთვის. ალბათ შეგიმჩნევიათ ორგანიზაციაში, თქვენ მიმართებაში, სხვების მიმართებაში, რომ ვიღაცას უფრო სუბუქად ეხება წესები, იგივე მოსვლა-წასვლის წესები, რა ვიცი, დრესკოდი იქნება და ასე შემდეგ. ეხლა შინაგანად წესზე, პროცედურებზე, სტანდარტებზე ნაკლებად არის ლაპარაკი, მაგრამ აი აქაც მაგალითს მოვიყვარო, სერვის პლუსი მაგალითად, რომელიც მომსახურებაში ძალიან სერიოზულად გამოიყენება და სერიოზული აქცენტი კეთდება, ვარსკვლავი გამყიდველი ან ვარსკვლავ მომსახურეს ნაკლებად უკონტროლებენ სერვის პლუსს რა. იმიტომ რომ მისი რწმენა აქვს, რომ კარგად გააკეთებს საქმეს და ამიტომ წესები უფრო მეორე ხარისხოვანი ხდება ფაქტიურად, როცა შედეგიანობა იზრდება, ხო? შეიძლება თქვათ, რომ ესე იგი ორმაგი სტანდარტია. დიახ, სწორედ ორმაგი სტანდარტია, ჩვენ მენეჯმენტს რო ვასწავლით, რომ ვარსკვლავებთან ვისი იმედიც გვაქვს და ვისაც დამტკიცებული აქვს თავის შედეგიანობა, სხვანაირად უნდა იმუშაოს მენეჯერმა და საშუალო შედეგიანობის თანამშრომელთან, ვისაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს თავის შედეგიანობა, სხვანაირად უნდა იმუშაოს, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენი შედეგები რო გაიზრდება და მენეჯერები რო დაინახავენ თქვენ გაზრდილ შედეგიანობას, მასთან ერთად შემცირდება წესების რაოდენობა, ანუ უფრო მეტი თავისუფლება გექნებათ, რაც უფრო შედეგიანი იქნებით და ამაზეც ვილაპარაკებთ რჩევებში ვიდეოს ბოლოს. და მეოთხე წესი არის, რომ თქვენი გავლენა იზრდება, თუ იშვიათ რესურსს ფლობთ. ანუ ნებისმიერი ორგანიზაცია ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროექტის გუნდი იქნება, განყოფილება, დეპარტამენტი აგებულია მოთხოვნა მიწოდების პრინციპზე. ანუ რაღაცეები ჭირდებათ მენეჯერებს, ორგანიზაციას, კოლეგებს და ასე შემდეგ. თანამშრომლები რაღაცა რესურსებს უზრუნველყოფენ და ის რესურსი, რასაც ჩვენ უზრუნველყოფ, რაც უფრო იშვიათია, მით უფრო მაღალი გავლენა გექნება. ანუ მით უფრო ძვირად დაფასდები, ფულადი თვალსაზრისი და არაფულადი თვალსაზრისით
ფაქტთაც, რაც უფრო იშვიათ რესურსს უზრუნველყოფ ორგანიზაციისთვის, ხო? და ამაზეც ვილაპარაკებთ, როგორ დავადგინოთ რა რესურსი არის იშვიათი და როგორ ავირჩიოთ, ასე ვთქვათ, როგორც განვითარდეთ, როგორც იშვიათი რესურსის მომწოდებელი, ასე ვთქვათ, გუნდში, ხო? ეხლა ბოლო ნაწილზე გადავიდეთ ვიდეოს, ანუ პრაქტიკულ რჩევებზე, რა გავაკეთოთ პრაქტიკულად. გარდა იმისა, რომ პირველ რიგში გთხოვთ, რომ მოიწონოთ, თუ მოგწონთ ეს ვიდეო, მოგვიწონეთ, ლაიქი დაგვისვით და ჩვენი არხი გამოიწერეთ. ჩვენ ყოველკვირეულად ვათავსებთ სასარგებლო ვიდეოებს და თუ ეს ვიდეოები მოგწონთ, შეიძლება სხვა ვიდეოებიც მოგეწონოთ და თქვენი ლაიქით ხვდება YouTube-იც და ჩვენც რომელი ვიდეოები მოგწონთ, ამიტომ არ დაიზაროთ, ესე იგი გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეხლა კონკრეტულად რა გავაკეთოთ ამ 4 წესთან მიმართებაში. პირველი, მუდმივად იმუშავეთ თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაზე. პროდუქტიულობის გაზრდა ძალიან ფართე ცნებაა, იკითხეთ, უფრო გამოცდილ კოლეგებს კითხეთ, მენეჯერს კითხეთ, ChatGPT-ს კითხეთ, ხელოვნური ინტელექტის ყველა პლატფორმას, როგორ გაზარდოთ პროდუქტიულობა და რას ნიშნავს პროდუქტიულობა თქვენ კომპანიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომპანიის რეალობაში უნდა ვიყოთ, ხო? და დაანახეთ პროდუქტიულობა, დაანახეთ და შეაფასებინეთ პროდუქტიულობა მენეჯერებს. ანუ თქვენ ავტონომიაზე გადაწყვეტილებას მენეჯერები იღებენ, ამიტომ შენ რას ფიქრობ შენ პროდუქტიულობაზე, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ისინი რას ფიქრობენ შენ პროდუქტიულობაზე. ანუ მაქსიმალური ფიდბექი მიიღეთ და მუდმივად იმუშავეთ თქვენ პროდუქტიულობაზე. პროდუქტიულობაში კლავიატურაზე სწრაფად კრეფაც იგულისხმება, იმეილებზე დროულად პასუხიც იგულისხმება და ყველაფერი შეიძლება იგულისხმებოდეს, ამიტომ მუდმივი მუშაობაა საჭირო პროდუქტიულობაზე და რაც არ უნდა პროდუქტიული ვიყო დღეს, შემიძლია უფრო პროდუქტიული ვიყო ხვალ. ანუ იმავე დროში, იმავე რესურსებით მეტი შედეგის მიღწევა, ხო? ეს არის პირველი რჩევა. მეორე რჩევა არის დაიწყეთ იმ საქმის კეთება და იმ პასუხისმგებლობას აღება, რა თანამდებობაზეც გინდათ იმუშაოთ. ერთ-ერთ ადამიანთან, რომელთანაც ვუშაობ საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში, არის სხვა დეპარტამენტში, სხვა პოზიციაზე და აინტერესებს სხვა მიმართულება და მე ვეუბნები, ესე იგი ურჩევ, რომ დაიწყოს იმ მიმართულებიდან საქმეების დავალება თავის თავზე. ანუ თავის საქმე რაც ავალია, ცხადია უნდა გააკეთოს ყველა ვარიანტში, იქ არანაირი ხარვეზი არ უნდა იყოს, თორე ეჭვი შეეპარებათ მის პროდუქტიულობაში და მერე დაიწყოს აი ამ გამოცდის ჩაბარება, ასე ვთქვათ, ახალი მიმართულებით, ახალ თანამდებობაზე და არ შეუშინდეთ შეცდომებს და აი ამ გამოცდას. იცოდეთ, რომ გამოგცდიან, იცოდეთ, რომ შეცდომებსაც დაუშვებთ და ძალიან აინტერესებთ თქვენ გამომცდელებს, როცა შეცდომებს უშვებთ, მაშინ როგორ იქცევით? გადაბრალებას იწყებთ სხვებზე თუ პასუხისმგებლობას იღებთ და ცდილობთ თქვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გზა გასავლელია თუ გინდათ დაწინაურება და გადასვლა სხვა მიმართულებით და აი ეს შეცდომებზე რაც ვთქვით, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ დაუშვით შეცდომები და დაამტკიცეთ, რომ შეცდომებიდან გამოძრომა შეგიძლიათ, ან არა პასუხისმგებლობიდან გამოძრომა, არამედ სიტუაციის გამოსწორება შეგიძლიათ, ეგ იქნება საწინდარი თქვენ მიმართ ნდობის და დაწინაურების. მესამე, მუდმივად გააუმჯობესეთ შედეგები. ისწავლეთ შედეგების კარგად შეფუთვა და წარდგენა. ანუ ერთი არის, რომ ობიექტურად უნდა გააუმჯობესო შედეგი და შენი უფროსობისგან უნდა იცოდე, რა შედეგის გაუმჯობესება უნდა და როგორ ხედავენ ამ შედეგის გაუმჯობესებას და როგორ ზომავენ და მეორე, იცოდეთ, რომ თავისთავად არაფერს არ დაინახავენ. ნებისმიერ შედეგს სჭირდება შეფუთვა და წარდგენა, ხო? თქვენ თუ იცით გაყიდვების გაზრდა, მაგრამ არ იცით ამის კარგად წარდგენა, ეს დარჩება დაუფასებელი. ამიტომ როცა შედეგიანობის ზრდაზე ვლაპარაკობთ, ლაპარაკია მენეჯმენტის მიერ დანახული შედეგიანობის ზრდაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. მეოთხე წესთან დაკავშირებით არის რჩევა, იფიქრეთ რა რესურსები ჭირს თქვენ გუნდში, თქვენ ორგანიზაციაში. ანუ რა უჭირთ? მაგალითად, თუ ტექნოლოგიური ცოდნა უჭირთ და თქვენ შეგიძლიათ, რომ ტექნოლოგიებში იყოთ გაწაფული, მაშინ შეიძლება ეს იყოს თქვენი იშვიათი რესურსი. მეორე, თუ პროექტების დაგეგმვა უჭირთ და თქვენ გამოგდით პროექტების დაგეგმვა, ამაში დაეხმარეთ ყველას. თუ კონფლიქტის მოგვარება უჭირთ და ეს არის იშვიათი რესურსი და თქვენ გამოგდით ეს ამბავი, შეეცადეთ, რომ ეს გააკეთოთ. თუ ტკბილი სიტყვა უჭირთ და უფროსობა
პოზიტიურ ფიდბექს ნაკლებად იმეტებს, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს თქვენი სუპერძალა, რომ პოზიტიური უკავშირი დაუბრუნოთ კოლეგებს, ხო? თუ ემპათია უჭირთ და ემოციური ინტელექტი უჭირთ, მოკლედ ის რესურსი, რაც თქვენ გუნდში არის იშვიათი, თქვენ თუ ამ რესურსის პროვაიდერი გახდებით, გაცილებით უფრო კარგ შედეგებს მიაღწევთ და ერთი მაგალითი მინდა ჩემი კარიერიდან მოვიყვანო, რომ პროგრამისტი ვიყავი, ასე დავიწყე კარიერა და პროგრამისტებში კომუნიკაცია არის სერიოზული პრობლემა. არც წერილობითი კომუნიკაცია არ უყვართ, ანუ დოკუმენტების წერა-კითხვა და არც ზეპირი კომუნიკაცია, პრეზენტაციები, წარდგენები და ზუსტად ეს იშვიათი რესურსი გამოვიყენე მე იმისთვის, რომ საკმაოდ მოკლე დროში ერთ წელიწადში დავწინაურებულიყავი და გამხდარიყავი მენეჯერი და ჩემი გუნდის წევრებისთვისაც მისაღები ყოფილიყავი, იმიტომ რომ იმას ვაკეთებდი, რა ისკეთებაც მათ არ უნდოდათ და მენეჯმენტისთვისაც მისაღები ყოფილიყავი და ყველა ეტაპზე ჩემი კარიერის შემილია დავადასტურო, რომ ეს წესები, ეს 4 წესი მოქმედებდა და ხან მეხმარებოდა დაწინაურებაში, ხან ხელს მიშლიდა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ასე ჩამოყალიბებული სახით და რჩევების სახით იმედი მაქვს, რომ გამოადგებათ ამ ახალ წელს და თქვენი კარიერის განვითარებაში. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო სადღეისოდ და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.